Mauri იყო წალენჯიხაში მოსახლეობის ნაწილი იქ საახალწლო კონცერტის ჩატარებას აპროტესტებს იმ ფონზე, როცა ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური ვითარებაა. ნაწამებია ასობით დემონსტრანტი, ხოლო თავად მუნიციპალიტეტში ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა მერი გიორგი ხარჩილავა, ასევე რუსეთთან ომში უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს რამდენიმე დღის წინ დაიღუპა კიდევ ერთი წალენჯიხელი 46 წლის ჯაბა კვარაცხელია. მას შემდეგ რაც სცენის აწყობა დაიწყეს, მოსახლეობა ადგილზე იმ ფოტოებით მივიდა, რომელზეც ასახული იყო რუსთაველზე ნაცემი დასახიჩრებული და ნაწამები ადამიანები. უცნაურია ამ კონცერტის შესახებ, იმიტომ რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან პირადად მე მქონდა შეთანხმება ჯერ კიდევ 3 კვირის წინ, რომ ითვალისწინებდნენ იმ სიტუაციას, რაც მერის ახალგაზრდა მერის გარდაცვალებას უკავშირდებოდა და კონცერტზე თავადვე თქვეს უარი. მართალი გითხრათ, აი ეს რა კონცერტია, მე არანაირი ოფიციალური არც სიტყვიერი შეთანხმება, არც სიტყვიერი დალაპარაკება და მით უმეტეს წერილობით, ასე ვთქვათ, მომართვაზე არ მქონია. ეს ყველაფერი არის უკანონო. არავითარი ნებართვა არ აქვს. ადგილობრივი თვითმმართველობა არის ის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა თავისი ნებართვის უმისოდ არაფერს არ აკეთებს. და ეს კონცერტი, ეს სცენა არის ყველაფერი უნებართო, უკანონო. წალენჯიხელების ნება ნამდვილად არ არის კონცერტის ჩატარება, ეს არის უკანონობის დაკანონება, რასაც ცდილობს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება. მშვენივრად იციან წალენჯიხელების განწყობა, რომ არ გვეკონცერტება ნამდვილად, ესენი ყველანაირ ზღვარს გადადიან და მიდიან ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ. თვითონ ეკონცერტებათ და ხალხს არ წმუნებენ, რომ ყველაფერი წესრიგშია ქვეყანაში რა. გარდაგვეცვალა ახალგაზრდა ბიჭი გმირი, რომელიც ბრძოლის ველიდან უკრაინაში არ არის ჯერ გამოსვენებული. ნუ ამათმა გადალახეს ყველანაირი ზღვარი, ადამიანობა, უსინდისოები არის.